მოგესალმებით, მე გახლავართ ვახტანგ შერაშვილი, თქვენი მყოფები ჩვენს YouTube არხზე, თავიდანვე დაალაიქეთ ჩვენი გვერდი და გამოიწერეთ. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემა, იქიდან გამომდინარე, რომ სტუმრად გვყავს ადამიანი, რომელმაც შეძლო თავისით გაეკეთებინა ის, რის გამოც პაციენტები მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, სხვადასხვა მედიკამენტოზულ მკურნალობას. დღეს გვყავს პაციენტი, რომელმაც შეძლო და 4 თვის განმავლობაში თავისი მონდომებით დაიკლო 38 კილო. ტატო, მოგესალმები. გამარჯობა. ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის შენი სტუმრობა. ჩვენთვის ამომავალი წერტილი არის ჯანმრთელობა და არა ოპერაციების პოპულაცია. აქედან გამომდინარე, ძალიან მიხარია, რომ დაგვთანხმდი სტუმრობაზე. შენი გამოცდილება და თავგადასავალი ძალიან საინტერესო იქნება სხვა მსმენელებისთვის, რომელთვისაც მინდა რომ იყოს მაგალითი, როგორ შეიძლება საკუთარ თავს მოუაროთ, წონა ვაკონტროლოთ და მივყვეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს. გადმოვალ შენთან პირველი კითხვით. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, რომ ვარჯიშს ვიწყებ იმ ორშაბათიდან. და როდის გახდა შენთვის ის ორშაბათი, რამ გადაგაწყვეტინა, რომ ასე სერიოზულად მოკიდებოდი საქმეს და როგორ დაიწყო, რამდენი ხანი დაგჭირდა ამ ბიზნეს მიღწევამდე და კიდევ რა მიზნები გაქვს? პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ, რომ მაქვს საშუალება გავაცნო ხალხს ჩემი გზაგავლილი, რაც გავიარე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთი ადამიანის მაინც მივცემ იმ სტიმულს, რომ გაიაროს ესეთივე გზა ყოველგვარი ოპერაციის და ზედმეტ ჩარევის გარეშე. რაც შეეხება ორშაბათს, რომელი ორშაბათიდან დავიწყე ეს ყველაფერი, სადღაც იყო იანვრის ბოლო დღეები იყო, როცა ჩვენმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ გითხრა უბრალოდ, რომ ცოლი უნდა მოვიყვანო. ეს ჩემი მეგობარი არის ჩემი ცოლის დის შვილი და რადგანაც მივხვდით, რომ თელი საანთესა ყველა იქნებოდა ამ ქორწილში, ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენც რაღაცა სხვა ფორმაში მივსულიყავით და ხალხს ცოტა ვაუ გაკვირვება ქონოდათ, იმიტომ რომ მე მაგალითად უკვე 130 კილოზე ვიყავი, ასული ძალიან დიდი ვიყავი, პლუს ამას ფაქტიურად ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა საკმაოდ, აი თქვენ ექიმი ხართ, უფრო გეცოდინებათ, ინსულინ რეზისტენტობა ძალიან მაღალი. რავი, როგორც მითხრეს, მე თვითონ ანალიზი ერთნაბიჯი ხარ დიაბეტთან, რა და რა ძალიან მაშინებდა, თან დამატებით რომ გენში გვაქვს ეს დიაბეტი და გადავწყვიტეთ, რომ რაღაც უნდა შეგვეცვალა. რაღაც შეცვლა დავიწყეთ 2 თებერვალს. 2 თებერვალს გავიხუძეთ, მე და ჩემმა მეუღლემ. და დილას გქონდა ესეთი საუბარი, რა მოდი დღეს ვჭამოთ რაც გვინდა. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გაგვიხარდება და ხვალიდან ვიწყებთ ახალ ცხოვრებას. ესეც მოხდა 2-ში McDonald's თუ რაიმე შეიძლება და ყველაფერი მივიღეთ და 3-დან დილიდან დავიწყეთ უკვე დიეტა. დიეტა რა, უფრო მე უძახი ამას ჩანსახკვებას და ომადი ეგრეთ წოდებული 1 meal a day. ერთ დღეში ერთხელ ჭამა, ვაკეთებთ 24 საათიანს და მის მერე 4 თვეა ჩვენ ესე მოვყვებით ყოველ დღე. და ფიზიკური აქტივობა თუ მიაყვანთ ამას, იმიტომ რომ მარტო უბრალოდ კვების მოწესრიგებით, ხელაწონის კვება თითქმის შეუძლებელია. ხო, მე არა ვარ ისეთი ტიპი, რომელსაც უყვარს აი დარბაზებში სიარული, აი ნამდვილად ძალიან დიდი დისკომფორტია ჩემთვის, არანაირი სიამოვნებას არ მაინჭებს იქ ყოფნა. და გადავწყვიტე, რომ დამეწყო ფეხით სიარული. თავიდან დავიწყე, პირველად გავედი, იყო ეს 4 თებერვალი, გავიარე 7 კილომეტრი. ღამე იყო სადღაც 11 საათზე გავედი და რომ მოვედი სახში რაღაც აღლილი და არის რაღაც, მაგრამ რაღაც ჩემ თავში აღმოაჩინე, რომ ვიყავ ძალიან ბედნიერი. იმიტომ რომ რაღაცა ახალი იწყებოდა ჩემში. მის მერე, რა ვიცი, დღე არ მაქვს ალბათ ჩაგდებული რაღაცა მიზეზების გარეშე, რომ მინიმუმ 15 კილომეტრს ავდივარ ფეხით. და დავამატე პლუს ამას ეგრეთ წოდებული ძუნძული. როცა თავიდან რომ დავიწყე, აი 10 მეც ვერ გავბოდი, ცუდად ვიყავი. ეხა უკვე ჩემი პროგრესია სული 2 კილომეტრს გადამულად შემილია, რომ ვიძუნძულო. პლუს ამას გეცოდინებათ რანერსაი ეგრეთ წოდებული სირბილის ის პირველად რო განვიცადე, მივხვდი, რომ აი ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლებოდა მქონოდა ამ პროცესის გამო და რავი 4 თვეა უკვე ყოველ დღე ესე ვარ 15 კილომეტრი მინიმუმი პლუს 2 კილომეტრი ძუნძული. ძალიან კარგი. საინტერესოა რა. პირველი დღის მერე თქვათ მეორე დილას ყოველთვის როცა ძემჟა ვაგროვდება კუნთებში რა დისკომფორტი არის, ტკივილიც არის და შეიძლება გადაგაფიქრებინოს, მოდი დღეს აღარ წავალ სავარჯიშოთ, თქვათ სარბენად, საძუნძულოთ, ასეინოთ.
ეს მომენტი ქონდა თუ არა და მსმენელს შეიძლება ქონდეს ქართველები ძალიან კრიტიკული ხალხი ვართ, კრიტიკოსები ვართ და ამას ალბათ თავისუფალი დრო ბევრი აქვს მესადმცალია იმისთვის, რომ დღეში 15 კილომეტრი ვიარო. დაახლოებით რა დრო გჭირდება 15 კილომეტრი რო იარო და შენი დღის განრიგი რამდენად დაკავებული ხარ პროფესია სამსახური. აი, გეტყვი ხავ ყველაფერს. დავიწყე პირველი კითხვით. კივილი ერთი თვის განმავლობაში მუხლების საშინელი ტკივილი მქონდა. მუხლები, კუნთები, ქვევით, ანუ თითქმის ყველა კუნთი მткиოდა. მეუნებოდნენ რომ დაისვენე, მაგრამ ნამდვილად არ დამისვენია, იმიტომ რომ როგორც კი გავიდოდი, ალბათ როგორც თქვა, ხურდებოდა ეს კუნთები და ეგრევე ტკივილი მეხსნებოდა. ამიტომ არავის არ დაუჯერე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და დღე არ ჩავაგდე. ყოველ დღე დავდიოდი, მткиოდა, მაგრამ იმდენ სიამოვნებას მანიჭებდა განსაკუთრებით აი ზამთარში სიცივეში, თოვლი იყო, წვიმა იყო, თან გვიან, შენ დადიხარ სიტყვაზე გზაში. რაიმე პოდკასტს უსმენ, რაღაც ახალს იძენ თან ყველაფერთან ერთად. პლუს ამას დამემატა ჩემი მეგობარი, რომელთან ერთადაც სამთვენახევარია ყოველ საღამოს ერთად დავდივართ. ყოველ საღამოს. რაც შეეხება დროს, მუშაობ სტანდარტულად 9-დან 6-მდე. და როგორ ვახერხებ სიარულს. პირველ რიგში დილა სამსახურში მივდივარ ფეხით. სამსახური და სახლი ჩემი დაშორებულია სადღაც არის 4 კილომეტრი ნახევარი. ეს 4 კილომეტრი ნახევარი, შემდეგ უკვე შუა დღეს, როცა შესვენება გვაქვს 1-დან 2 საათამდე, გავდივარ სადღაც 3-4 კილომეტრს მაშინ დავდივარ. ეს აუცილებლად რაც ხდება. თუ ახერხებ, უკანაც მოვდივარ სახლისკენ ფეხით. სამსახურიდან 6-ზე, მაგრამ ზირთადად ვერ ვაცლებ, იმიტომ რომ ჭამის პერიოდი მაქვს სადღაც 6-დან 7 საათამდე. და საღამოს სადღაც 10-11-დან მე და ჩემი მეგობარი გავდივართ ერთად 2 კილომეტრს უნძულობთ აუცილებლად და დანარჩენი სადღაც 10 კილომეტრს აუცილებლად დავდივართ ფეხით. აკვა თუ არა შენი მეუღლე ბოლომდე ეხლა თუ კი, ერთად მოვდივართ, დროს გაყოფილი გვაქვს, იმიტომ რომ პატარა ბავშვი ვქავს და როგორც ჯერ ჩემი მეუღლე გადის, ჩემი მეუღლე რომ მოდის, შემდეგ მე გავდივარ ჩემი მეგობართან ერთად. და დავამატებ აი როგორ რაღაცა მაგიცი თითქოს მაგ აი ჯაჭვი მაგ ჩემ გონებაში შექმნილი რა ამ ჯაჭვში ასე რომ ახსნა შუარგოლი ვარ მე მარცხნივ სიტყვაზე ვყავს ჩემი მეუღლე რომელთანაც მე ვჭამ რომელთანაც ვატარებ თელ დღეს და რომელთანაც გადის ამ პროცესის დიდი ნაწილი აი მეორე მხარეს აი ჯაჭვის სიტყვაზე მარჯვენა მხარეს არის ჩემი მეგობარი რომელთან ერთადაც მე ვიცი რომ მე აუცილებლად რაც არ უნდა მოხდეს ყოველ საღამოს ერთად უნდა გავიდეთ და ერთად უნდა ვიაროთ მარტო რო ყოფილიყავი შეძლებდი თუ არა იგივეს გამეორებას მოტივაციის ხრივ კი გეტყვი მაგასაც სადღაც 2 კვირანახევარი ჩემი მეგობარი წასული იყო თავიდან გამიჭირდა საკმაოდ გამიჭირდა მარტო გასვლა მაგრამ სიზარმაც იმდენად არ იყო რომ ვითომ საკუთარ თათთან მჭირდა რომ რაღაც ვითომ მუხლი გტკივა მაგრამ მაინც მომახერხე რომ გავედი რა მაინც გავდიოდი მაინც დავდიოდი მართალია შეიძლება ცოტა ტემპი ნელი მქონდა სიარულის, მაგრამ მაინც არ დავნებდი ნამდვილად. დაახლოებით რამდენ ხანში დაიწყო შენი ასეთი აქტიური თუნდაც ვარჯიში კვება და რეგულირე კვება ვინ გირჩია რომ 24 საათში ერთხელ იკვებები ესე ძალიან საინტერესოა, მაგრამ პირველი კითხვა ეს იყოს, რამდენ ხანში შეამჩნიეს შედეგი, ან წონის კლება რამდენ ხანში დაიწყო შენი აქტივობიდან. რამაც დარწმუნებული რომ მეტი მოტივაციაც მოგცა, რომ პირველი კილოების კლება რო დაიკელი, მით მეტად მოტივირებული იქნებოდი. კი, რა თქმა უნდა. დავიწყებ კვებით. თავიდან დავიწყე, იცი როგორ, აი სახში სიტყვაზე დავიწყეთ გრილში შევწვავდით ქათამს და ვაკეთებდით ამ ქათმის შაურმას ესე რომ ვთქვათ რა. მაგრამ ჭამდი საკმაოდ დიდი რაოდენობით. აი დაახლოებით 3 წელს, აი პატარა ზომის შაურმას გავაკეთებდით, ჭამდით. კი, კლება ცოტა მქონდა, მაგრამ საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ანუ კი კლება მაქვს, მაგრამ მე თუ ესე ვიკვებე, ანუ ესე რომ ვთქვათ, კუჭი არ დამიპატარავდება, იმიტომ რომ დიდი რაოდენობის საჭმელს ვიღებ. შემდეგ უკვე დავიწყე ძიება თუ რა შეიძლება და მექნა რა რაოდენობა უნდა მეჭამა ქათამიც, იგივე ხორცი, იგივე ბოსტნეული აუცილებლად და დამეხმარა ChatGPT, რა თქმა უნდა. ანუ მე და ChatGPT-მ ესე რომ ვთქვათ, სრულიად დავალაგეთ ჩემი კვება და აი ძალიან კარგად მომეწონა. ChatGPT-მ შეგიდგინა ხელოვნურმა ინტელექტმა შეგიდგინა კვების რაცია. ანუ ესე ვერ ვიტყვი რომ თლიანად მაგან შემიდგინა, მაგრამ სადღაც 70% ჩემი იყო და 30 მისი, ანუ კალორია უფრო ChatGPT-მ დამითვალა, დანარჩენი ანუ რასავჭამ, ყველაფერი ჩემი მოგონილი იყო ესე რომ ვთქვათ რა. ჩემი მენიუ იყო, რომელიც უფრო დამიბალანსა ChatGPT-ს, წყალობით დავაბალანსეს.
ამ 3 თვეში ფაქტიურად 4 თვეში დაკლებული გაქვს 38 კილო. რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში? ყველაფერი აბსოლუტურად. გავიარეთ. აი, პირველ რიგში გამიქრა აი ეს სისუსტე, გამიქრა ძილიანობა, აი ეს არის კატასტროფა, სადაც დავჭდებოდი ყველგან მეცინებოდა აბსოლუტურად. ვარ ძალიან ენერგიული გამხდარი. ყველაზე კაი რაც ხდება ჩემი თავის არკეში მომწონს. აი ამაზე უკეთესი არაფერი არ შეიძლება ადამიანს ჩემი აზრით დაემართოს, როცა ამ საქმეს აკეთებ. მე უფრო მიზანდასახული გავხდი, იმიტომ რომ რადგანაც მე შემიძლია და ვაკეთებ ამას, ანუ რეალურად იმას ვფიქრობ, რომ ანუ რა სირთულე უნდა დამიდგეს წინ, რომელსაც მე ვერ გადავლახავ. აი მაგალითად, ეხლა აუცილებლად გავაკეთებ ამას, ვიცი რომ მოწევას გადავაგდებ, როგორც კი მოვრჩები ზონის შენარჩუნებას, იმიტომ რომ მე თუ ეს შემიძლია, მე აუცილებლად შევძლებ ამასაც. თან კარგია, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ რა თქმა უნდა ნიკოტინის მიღებას თავს დავანებებთ. როგორი რეაქცია აქვს ადამიანებს? დიდი სამეგობრო ყავს, ვიცი, ის ადამიანები, რომლებიც ხედავენ უკვე ყოველ დღე ფორმაში მოდიხარ, ბევრად ენერგიული ხარ და თან ჭყალებში თეთრი შურიც არის, რომ ყველაფრის გარეშე, ყოველგვარი კუნალობის გარეშე შენ შეძელი, არც ისეთი დიდი ჯაფი და არც ისეთი დატვირთვით, რომ რაღაცას იძულებით აკეთებ, პირიქით სიამოვნებას იღებ, როგორც შენ გვისაუბრები. რეაქცია მაინტერესებს იმ ადამიანების, ვინც ჯერ შაბათი არ დაუბრა და შენ დაერთად ვარჯიშის დაწყებას იწყებენ. აი, ეგ არის ყველაზე მაგარი. რომ შეხვდები, აი დაუშვათ დიდი ხნის უნახავ მეგობარს და ვაიმე, რატო შენ ხარ? ვერ გიცნობდი, ვერ გიცანი. აი, ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც, ანუ კლებაში ყველაზე მეტად მეხმარება რა. აშკარად, თან როგორი რაღაცა, იცი, პირდაპირ გეტყვი, მთელი ცხოვრება ვწვალობ წონის დაკლებაზე. 1000 თუ რაიმე დიეტა არსებობს ყველაფერი გამოვლილი მაქვს, ესა შიმშილი არაფრის ჭამა ეს და ძირითადად ჩემს სამეგობროს და ისე რომ ვთქვა, ჩემ ოჯახსაც, აი როგორი დამოკიდებულებით შემოვხდნენ, იცი როცა დავიწყე, რომ თითქოს, ერთ-ერთი ჩვეულებრივი მცდელობა, რომელიც კრახით რამოდენიმე დროში დამთავრდება. ხო, რომელიც კრახით დასრულდება და მოვახერხე ის, რომ რავი, ჯერჯერობით კარგად მივყვები და რამდენი ხანია რაც ეს ჭარბი წონა სიმსუქნე გაწუხე? მთელი ცხოვრება. დაახლოებით 14-15 წლიდან. ბავშვობიდან კი. სუქანი. არ იყო დარღვევები, მოწესრიგებული პიროვნება ჩახარიხე დღეს პირველად შეხვდით ერთმანეთს გავიცანით და იმდენად შენი ცხოვრება არ ვიცი. ამ წონაზე დარწმუნებული ვარ, რამოდენიმეჯერ მაინც იქნებოდი, თუნდაც ენდოკრინოლოგთან რაღაც ანალიზებს გადა. რა დარღვევები ქონდა, კუნალობას თუ იტარებდი და ამ კუნალობას შედეგები მაინტერესებს. აი, რაც მე ყველაზე მეტად შემაშინა და ვიცი ესა ინსულინ რეზისტენტობა მქონდა ძალიან ესე რომ ვთქვა ცუდად. მას მეებდნენ რაღაც გლუკოფაჟი თუ რაღაც საერთოდ მეწამლების დალევა არ მიყვარს და დავიცავი ის კვებები რაც დამიწერეს და რეალურად შედეგები თუ ქონდა ამ დროს. არა. აი თერაპია თქვა ექიმის მიერ დანიშნული დიეტებს შენ ასრულებდი. აი ვერ გეტყვი რომ ბოლომდე ვასრულებდი. აი ეგეცაა რა, რაღაცას ვარ ვღვევდი. და ეხა ეგეც დამირეგულირდა. ჩვეულებრივად, რავი, ეხა სადღაც 3 კვირის წინ გავიკეთე გადამოწმება, იმიტომ რომ შარშანო გავიკეთე სადღაც 3 და რაღაც ვქონდა და ეხა 0.09 მაქვს თუ სწორად მახსოვს ეს რეზისტენტობა. ინდექსი თუ რაღაც. მომავალი გეგმები. მარტო წონის კლება არ არის თლათ ერთიანი გადადგმული ბიჭი და მორჩა, არ არის ამ დაკლებულ წონას შენაშუნება ჭირდება. რამდენად ისევ აქტიურად ხარ ესე მიყვები რუტინულად როგორც დაიწყე ვარჯიშ თუ ცოტა ხوار ზარმაცობ რაღაც დაიკელი იმდენად დატვირთვა საკუთარ თავს აღარ აძლევ. არა, ჯერჯერობით მიყვები ზუსტად ისე როგორც დაიწყე. ერთადერთი ცვლილება რაც მოვახდინე ეს არის 100 კილოს რო ჩამოვწდი, დავამატე უშაქრო გაზიანი სასმელი. იმიტომ რომ რაღაც მოხდა იმ პერიოდში ცოტა გამიჭირდა. ერთადერთი ცვლილება ეს არის დანარჩენი მიყვები ჩვეულებრივ. ჩემი რჩევა იქნება პირველი ოპერაციის მერე პაციენტებს რასაც უგზავნავთ გაზიანი სასმელების მიღება. მით უმეტეს ნახშირწყლების უშაქრო ეს 0 არ არის, 0 მაინც ნახშირწყლებია და ორგანიზმზე ცუდად აისახება და გირჩევ რომ ეს გადააგდო. უბრალოდ ნატურალური წვენ კამპოტები, წყალი, სითხე უნდა მიიღო გახდომის პროცესში. შენ უნდა აკონტროლოს სითხის მიღება აუცილებლად, იმიტომ რომ ცხიმი როცა იწვება
ლეპტინი გადაიქცევა კეტილებინად, რაც უფრო ტოქსიური არის, შეიძლება სისუსტეებიც გქონდეთ, ამ დროს იცის ხოლმე თქვა, შეიძლება იყოს თმის ცვენას, ფრჩხილების წვევაც და ასე შემდეგ. ეს უნდა აკონტროლო და მაინც გირჩევ, რომ ენდოკრინოლოგმა რაღაც ეტაპებზე მაინც გამოკვლევები, ჩეკაპი გაიკეთო, რომ შენი მდგომარეობა იცოდე, იმიტომ რომ შიმშილი არ უნდა იყოს შიმშილი, შენ რაღაც კალორია ის საკვები უნდა მიიღო, რაც შენ ორგანიზმს სჭირდება. კვება არ არის იმისთვის, არ ცხოვრობთ იმისთვის, რომ ვიკვებოთ. ჩვენ ცხოვრობთ, კვება გვეხმარება უბრალოდ ცხოვრებაში, არ არის ჩვენი კრედო, რომ იმიტომ ცხოვრობთ, რომ უნდა ვიკვებოთ. ეს ჩვეულებრივი დღის რაღაცა პატარა პერიოდია, რომელიც უბრალოდ ჩვენ უნდა ენერგია მივიღოთ. ეს ენერგია უნდა დაბალანსებულად მიიღო და დაბალანსებულად დახარჯო. რამდენად იყავი დამოკიდებული საკვებზე და კონკრეტულ საკვებზე თუ გქონდა დამოკიდებულება, წესით ვარჯიშზე მეტად ადამიანებს უჭირთ ხოლმე კონკრეტულ საკვებზე უარის თქმა და ზოგადად კვებაზე უარის თქმა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ ცხოვრების პერიოდში უმეტესი ადამიანები გინდა სამსახურის ხრივ, გინდა უბრალოდ ზოგად საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაშე ვართ და ადამიანები ამ დროს სტრესის დროს ესეთი გამოთქმაც არის სტრესს გადაჭამენ. ანუ სტრესის დროს ბევრად დამოკიდებულები ხდებიან საკვებზე, საკვები ხდება ერთ-ერთი განტვირთვის თემა ის დრო, როდესაც თქვენ იკვებები ადამიანები იღებენ სიამოვნებას და აქედან გამომდინარე ბევრად მეტი ხდება დამოკიდებულება საკვებზე და შენ თუ ქონდა ესეთი სიტუაცია ცხოვრების განმავლობაში, რომ სტრესის დროს ქონდა მეტად გაძლიერებული და მეტად დამოკიდებული ხდებოდი კვებაზე. და ეხლა როგორ არის მაგ ხურის სიტუაცია? სტრესის დროს ზოგადად ჭამასმა ძალიან მიყვარდა ყოველთვის. სტრესის დროსაც საკმაოდ ბევრს ჭამდი. ესე რომ ვთქვათ. ეხა როგორ ვარ? ეხა აი მაგალითად კვირაში ერთი დღე, ყოველი შაბათი დღე, ჩემთვის არის cheat day, ეგრეთ წოდებული. ყოველ შაბათს მე შემიძლია ვჭამო რაც მინდა. ანუ მენატრება დაუშვათ კვირის განმავლობაში რაღაც მინდა, ჩემმა ტვინმა იცის, რომ მე შაბათს იმ საჭმელს მივიღებ. ამიტომ სიმართლე რო გითხრა, ეხლა საერთოდ არ ვისტრესების საჭმელს, ანუ რაღაც მინდა და ვერ ვჭამ, რაღაც მინდა ან ვერ შევჭამ. იმიტომ რომ შაბათ დღეს ვიცი, რომ გონივრული რაოდენობით მე იმ საკვებს მივიღებ, რაც მინდა. საინტერესო იქნება შენი რეკომენდაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ პოდკასტს ნახავს. ყოველთვის არის ხოლმე ისე, რომ მეც დავიწყებ მართლა ორშაბათი. მეც მქონია ესეთი სიტუაცია, რომ უეჭველად ვარჯიშს დავიწყებ, აი ორშაბათიდან ვიწყებ უფრო ახლა პატარა ასაკში. რა რეკომენდაციას მისცემ, ანუ რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომ ეს ყველაფერი გაუადვილდეს და შემდეგ ორშაბათებს არ ველოდოთ. კი, პირველ რიგში თვითონ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ დროა გაჩერდეს და რაღაც შეცვალოს მის ცხოვრებაში. ამასში მას ვერავინ ვერ დაეხმარება სხვა, ან შეიძლება დაეხმარო, მაგრამ თვითონ თუ არ გაანალიზებს ამ ყველაფერს, გამორიცხულია რომ შედეგს მიაღწიოს. მეორე რასაც დავაკვირდი ყველაზე მეტად ესაა, რომ არასდროს არ დაისახო წონის კლებაში ან მცირე ხნიანი მიზანი არ დაისახო. იმიტომ რომ თავიდან მე პირადად ისეთი მაგარი კლება მქონდა, აი სადღაც 120-დან, 130-დან 120-მდე ჩამოვედი, აი რაღაც 3 კვირაში. და პირველად რო გამეყინა ზონა, ეს იყო ჩემთვის დიდი დარტყმა და აი კატასტროფა მეკონა. შემდეგ უკვე მივხვდი, რომ ანუ სად მეჩქარება რეალურად, ხო? ანუ ნელა კარგად დავიკლებ. არსად არ მეჩქარება, ყველაფერი ხელმის მიწყობს, რომ გავაკეთო ის რაც მინდა და დავისახე, გეგმა დავისახე, რომ ოქტომბრის ბოლომდე თუ შევძლებ, კარგია, მე რო ჩამოვიდე ჩემს ასრულელ ზონამდე, თუ არა და ყველაზე ცუდ ვარიანტში მქონდა დასახული იანვრის ბოლო, ანუ სადღაც 1 წლიანი მონაკვეთი. როგორც კი ეს გავაანალიზე, რომ მე არსად არ მეჩქარება, აბსოლუტურად ყველაფერი გამარტივდა ჩემთვის. კიდე რაც მინდა ვურჩიო, ანუ ვიც აპირებს ამას, რომ აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, აუცილებლად ბევრი სიარული, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებიდან, იგივე ჩემი მეგობრის გამოცდილებიდან ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით, აი ჩემ შემთხვევაში საღამო ხანებში რაღაც ესე რომ ვთქვა, ტვინის რესტარტს ახდენს. ანუ ყველა მუშაობთ, ყველას გვაქვს დღის განმავლობაში რაღაც სიტყვაზე პრობლემები, რაღაც სტრესული სიტუაციები. როცა გავდივარ და აბსოლუტურად არაფერი აღარ მახსოვს. გავდივარ იმისნისთვის, რომ მე უნდა ვისიამოვნო ამ სიარულით.
აქ გასათვალისწინებელი კიდე არის ის ფაქტორი, რომ სიმსუქნის დროს გარკვეულ კატეგორიის პაციენტებში არ შეიძლება უკონტროლო დატვირთვა. და ალბათ მე უფრო ვფიქრობ, რომ შენ რა თქმა უნდა შენ დაიკელი და შენი შეხედულებები ქონდა თქვათ სპორტ დარბაზებთან და მწვრთნელებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი აზრით შეიძლება უფრო მეტად ეფექტური იყოს, როცა ყავს მწვრთნელი და პლუს მაგას ისეთ სპორტ დარბაზებში დადიხარ, სადაც თქვათ ექიმი მაინც არსებობს, ვინც ამას გააკონტროლოს, იმიტომ რომ დატვირთვის დროს არის ისეთი პაციენტები, მით უმეტეს სიმსუქნის დროს გულის ავადმყოფობები, გულფილტვის ავადმყოფობა, იქ არტერიული წნევა მაღალი, ბევრ პაციენტს, უმეტეს პაციენტებს აქვს და ასეთ პაციენტებისთვის ესე უმართავად ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება. ვერც მიიღებს და მე იმასაც გეტყვი, რომ პაციენტები შეიძლება ბევრს ყველა პაციენტს ვესაუბრებ ამაზე ოპერაციამდე, რა თქმა უნდა კონსულტაციაზე რომ მოდიან გიცდიათ თუ არა და რა შედეგები ქონდათ ამ დროსაც ცადეთ. მე უფრო მაინტერესებს მოტივაცია ერთი პაციენტის და თვითონ ორგანიზმის დამოკიდებულება, აი რომ აღნიშნე რომ 10 კილო დავიკელი და გავჩერდი, ოპერაციის მერეც ეს ბუნებრივი პროცესია, პლატოები არის გახდომის პროცესში, ჩერდება წონა, მერე ისევ ვიწყებთ კლებას, ჩერდება, ისევ იკლება. ეს ყველაზე სწორი კლებაა, საფეხუროებრივი კლება, იმიტომ რომ ადაპტაციას განიცდის ორგანიზმი და ესეც უნდა იყოს და ეს არ იყოს ვიღაცისთვის. შეიძლება ერთი თვეც იყოს გაჩერებული ერთ ადგილზე წონა და ცოტა მეტიც. და არ არის ეს პრობლემა, რომ ფარხმალი დაყაროს და ვეღარ ვიკლებ და თავიდან ვანებოთ ვარჯიშს. დაიკლებთ აუცილებლად, უბრალოდ ორგანიზმს სჭირდება ადაპტაციისთვის ეს პერიოდი. აი, მაგაზე გიპასუხებ სპორტ დარბაზზე. მე საკმაოდ ცუდი გამოცდილება მაქვს, სადღაც დაახლოებით 5 წლის წინანდელ ნაბას მოგიყვები ერთ-ერთ სპორტ დარბაზში მივედი. ჩემ მეგობართან ერთად, მე წონის პრობლემა, მას არანაირი წონის პრობლემა არ ჰქონდა და ვინ შეხვდა, დაგვიწერეთ და ეგ ვევარჯიშები. დაახლოებით ეს იყო, რომ 40 წუთი კარდიოს, მე სადღაც ვარ ერთი მაშინ ვიყავი ალბათ 115 კილო, ცოტა მეტიც შეიძლება. ანუ 40 წუთი რომ ეს სიტყვაზე შვიცი ჩქარეს კარდიოს ფიზიკურად ვერ გავაკეთებ. ანუ მოვკვდები იქეთ. კი, ამას ვიძახი. ანუ რაღაც ხონდა შემიმოწმო, რაღაც დატვირთვაზე შემამოწმო. აქაც პროფესიონალის ხო, ეგ ნაკლებობა ჩემი არ ვიცი საქართველოში მე დიდად აქტიურად არა ვარ ჩართული მე თვითონ სპორტ დარბაზში სამწუხაროდ არ დავდივარ. შეიძლება ცუდია. მაგრამ არ ვიცი, მგონი მე ასე ვიცი რომ უმეტეს შემთხვევაში არ არის ექიმი სპორტ დარბაზში რომელიც პროფესიონალი რომელიც ამას გააკონტროლებს. ასეთ კითხვას დაგისვა, მოწესრიგებული პიროვნება ხარ, გიფიქრია თუ არა ბარიატრიულ ქირურგიაზე, როცა შენ იყავი 130 კილო, გქონდა კომპლექსები, ახალგაზრდა ადამიანი ხარ, თუნდაც ურთიერთობები ბევრ პრობლემა შეგექმნით და დარწმუნებული ვარ ეს 130 კილო. იმდენად არა ჯანმრთელობის, რადგან ახალგაზრდა ხარ და ორგანიზმი ჯერ კიდე ასე თუ ისე უძლებდა და არ გიქმნიდა ისეთ პრობლემებს, მაგრამ მომავალში აუცილებლად შეგიქმნიდა და ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგი. მაგრამ რაც შენ დისკომფორტი ქონდა, კომპლექსები ქონდა, აი ამის ფონზე თუ გიფიქრია ბარიატრიულ ქირურგიაზე? კი, მიფიქრია. აი როგორ ვიყავი, იცი, აი რო დავიწყე, ზუსტად მაშინ მქონდა ეგეთი აზრი რა. ან მე ახლა უნდა შევძლო, ან ჩემი შემდეგი, ან ესე რომ ვთქვა, გადარჩენა იქნება ბარიატრია. რამდენად ინფორმირებული იყავი თვითონ ამ ბარიატრიულ ქირურგიის გარშემო? რას გაიკეთებდი? ანუ ნაფიქრი გეკნებოდა. მე როგორც ვიცი და ანუ არ ჩავრმავები ვარ ეხა მაგ თემას, მაგრამ დაახლოებით ანუ ესა მოგიყვები ეხა ბარიატრიამდე პირველი დაახლოებით შარშან ვაპირებდი გამეკეთებია კუჭის ბოტოქსი. რატომღაც ეს მიმაჩნდა რომ იქნებოდა ჩემთვის რაღაც ხრი გამოსავალი. გავიკეთე ანალიზები აბსოლუტურად ყველაფერი. ენდოკრინოლოგთანაც გავიარე კონსულტაცია, ბოლო ნაბიჯები იყო დარჩენილი, ეს იყო რომ ეგრეთ წოდებული ზონდი უნდა გადამეყლება, რომ კუჭი შეემოწმებიათ შიგნიდან და ქუთაისში ვიყავი და ვინც გამიკეთა, ეს იყო მამაჩემის მეგობარი. და ამ ბიჭმა საკმაოდ кай ხანი მელაპარაკა ამის მერე თუ რა შეიძლება და მოყოლო და ამას უარყოფითი მხარე. და საბოლოოდ მივედი იმდას კონდე რომ ანუ მე მაინც უნდა შევცვალო უკეთესობისკენ ჩემი ცხოვრება მიუხედავად იმის ამას გავიკეთებ თუ არა თუ დაახლოებით ერთი და იგივე ნაირად უნდა ვიკვებო ერთი და იგივე ნაირი მაშინ უნდა ვიყო მაშინ რაღაცო გავიკეთო ეს მოდი ისევ ვცდი
და აი თითქმის პალატიდან წამოვედი და წამოვედი. თამამად ვიტყვი რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე და აქვე ამ მომენტს გამოვიყენებ და კუჭის ბოტოქსზე ორი სიტყვით ჩემ მოსაზრებას დავაფიქსირებ, საინტერესო იქნება როგორც ექიმის და ამ საქმის მცოდნე ექსპერტის. ყოველთვის პაციენტები, რომელიც მიმართავენ ბოტოქს საქართველოში, მსოფლიო გამოცდილებასაც გეტყვით, ჩემთან კონსულტაციის დროს ვიძახი. დაახლოებით აქ 10-15 კილო დასაკლები. 10-15 კილოგრამი აქვს დასაკლები და ყოველთვის ის პასუხი მაქვს, რომ იგივე შედეგი შენი შეგიძლია მიიღოს სწორი კვებით და აქტივობით. რაც შენ გააკეთე. იქიდან გამომდინარე, რომ რაც არ უნდა იყოს ჩარევა, სამედიცინო ჩარევა, ენდოსკოპიური ჩარევა, კი შეიძლება პაციენტისთვის იმ დროს უმტკივნეულოა ის ჩარევა ანესთეზიით კეთდება, მაგრამ გარკვეულწილად ამ ჩარევის შემდეგ გარკვეული დისკომფორტები აქვს პაციენტს. ერთი, მეორე, რატომ უნდა გავიკეთოთ, როცა შეგიძლია სხვანაირად დაიკლო. ბოტოქსით, ბალონირებაზეც იგივე. თან ეს ყველაფერი ბალონირებაც, ბოტოქსირებას დაახლოებით 6 თვე მუშაობს. ყველა ოპერაციებსაც კი თავისი ვადები აქვს, რამდენი ხანი მუშაობს, თქვა სხვადასხვა ოპერაცია. ასევე არის ბოტოქსიც, ასევე არის ბალონირებაც. ბალონირებას და ბოტოქსიც მე ვემხრობი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის წონა არის სუპერმორბიდული, ძალიან მაღალი სხეულის მასის ინდექსი აქვს, რისკი არის დიდი, თუნდაც ანესთეზიის, თუნდაც ოპერაციული ჩარევის, რაღაცა პერიოდში აი ეს მინი ინვაზია, მცირე ინვაზია განვახორციელოთ, ბალონირება იქნება ეს თუ კუჭის ბოტოქსი იქნება, იმიტომ ის აქტიურობით ვერ იაქტიურებს, ფიზიკურად ვერ იაქტიურებს. დაგვეხმაროს პაციენტის მომზადებისთვის, ოპერაციისთვის, ძირითადი გზის ჩარევის, ოპერაციული ჩარევის მომზადებისთვის და გამოვიყენოთ ეს ჩარევები, ბალონი იქნება თუ ბოტოქსი იქნება, დაამერწმუნეთ ის 15-10 კილოს და მაქსიმალური, ლიტერატურიდან დაახლოებით სტატისტიკურად 20-25 კილო კლება ახასიათებს თქვა ბოტოქს თუ ბალონირებას კუჭის. მეტი არ არის აღწერილი და ვერცფერა ვერ მეტყვის, რომ არა მეტი შეიძლება დაიკლო ისევ ისე როგორც მონდომებით შენ, რომ ეს თავის ფუნქციონირებას დაასრულებს და პაციენტმა გააგრძელა სწორად ცხოვრება. კი, მესმის 100-ია, მაგრამ უბრალოდ რომ მარტო იმის იმედზე ვიყოთ, რომ მე ბოტოქსი გავიკეთე, კუჭის თუ ბალონირება გავიკეთე და ფეხი-ფეხზე გადავიდო და შედეგი მივიღო, ესე არ ხდება. არის სხვა ვარიანტი, თავისი დისკომფორტებიც აქვს. მით უმეტეს ბალონირებას, ეხლა კი დაიხვეწა და ბევრად სუბუქი ბალონირება, მე არ ვაკრინებ დარგს, ძალიან ბევრი სიცოცხლე გადაურჩენია ორივეს. მაგრამ ესე რუტინულად მოდაში შემოვიდა, მოდი მე არაფერს არ გავაკეთებ და კუჭის ბოტოქს გავიკეთებ და გავხდები, ესე არ არის დავიწყეთ ტყუილი ფულის ხარჯვა, ფინანსები არის დღესდღეობით ყველაფერი. სამწუხაროდ ოპერაციის დროსაც საქართველოში მეტყურადღებას აქცევენ იმას სადღის ოპერაცია იაფი და იმას არ უყურებენ ვისთან იკეთებენ ოპერაციას. მე არ ვაკრინებ არც ერთ ექიმს, მით პირიქით, პირველი დამცველი ვარ ექიმების, მე თვითონ ექიმი ვარ და ეს არის ამომავალ წერტილი ჩემთვის, ექიმია, სიცოცხლე აბარია და ყველას ჩემი დიდი პატივისცემა, მაგრამ პროფესიონალიზმია, მესმის, რომ ქვეყანაში ფონი სოციალური ისეთია, რომ ადამიანებს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცა გარკვეული საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. არა მარტო ოპერაცია, სამწუხაროდ ისიც არ შეიძლება იმ ხელა ინფორმაციაც არ აქვს, რომ ოპერაციის მერე კიდე რამხელა ფინანსები ჭირდება პაციენტს, რომ ამ ოპერაციის მერე ჩაიტაროს კვლევები რუტინულად, იმიტომ რომ ჭირდება ჩანაცვლებითი თერაპია ჭირდება, ვიტამინების მიცემა ჭირდება, უნდა ვიცოდეთ ორგანიზმში რა დარღვევები იყო მანამ, როგორ გამოსწორდა თუ არ გამოსწორდა, კიდე მედიკამენტოზურად მივეხმაროთ. ასე თუ ისე საკმაოდ ფინანსებზე გადის, მაგრამ აქ ფინანსებზე არ არის საუბარი, აქ სიცოცხლეზე არის საუბარი და ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა, ყველანაირი ფინანსი და რესურსი ღირს სიცოცხლეთ და ახერხებენ ადამიანები, რომელიც იკეთებენ ოპერაციას და ჯანმრთელი ცხოვრების გზაზე გადმოდიან. შენ შემთხვევაში, იმიტომ გამიშთა პირველი, საიდან არ ვიცნობდით, ეხლა შევხვდით პირველ ერთმანეთს. საერთო მეგობარი ყავს და ოჯახში ვისხედით, საუბრობდით, ჩემ მეგობრის მეუღლე შემოვიდა და გიორგი აი პირველი როცა დაინახე, ნინი ნახე როგორ დაიკლო და ხო, ნახე გაოცებულია და მე თქვი ვინ რა დაიკლო, როგორ დაიხე ექიმი ვარ პირველი მიდის იმაზე, რა ოპერაცია გაიკეთე, ყოველთვის მაინტერესებს ყველა პაციენტი თუ ისედაც რომ ხვდებიან ოპერაცია მაგაკეთებული, ყოველთვის ვესაუბრები რომ
არ ექცევა მაინც პოსტოპერაციულ პერიოდს იმდენად დიდი ყურადღება სამწუხაროდ საქართველოში, მარტო ოპერაცია გაიკეთე, წავედი, ესე არ ხდება და ძალიან ჩემი გულის ტკივილია და ყოველთვის ვცდილობ, რომ გარკვეული რეკომენდაციები რჩევები მივცე ადამიანებს, ვისაც ეს ოპერაცია გაკეთებული ან წონის კლება უნდა მოკლედ ერთად შემიძლია რომ ჩემი წონით ადამიანებს დავეხმარო, ყოველთვის ვცდილობ რომ ვეხმარები. და ეს იყო რომ 40 კილო დაიკლო სიარულით და კვებით და გამაცარით ეგ იყო და ძალიან გამიხარდა და საკმაოდ ისეთი საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. მე მინდა გავაკეთოთ ანალიზი, შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა, ჩვენი საუბარი, რისი თქმა შეგიძლია მაყურებლისთვის. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ რაღაცა ისეთი კონკრეტული რჩევა მივცეთ შენგან, იმიტომ რომ გასათვალისწინებელია ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ შედეგი სახეზეა და შენი ემოციები იმ ფონზე რომ უკვე კარგად გამოიყურებულ, სიმპათიურად, კმაყოფილი ხარ შენი წონის და ბედნიერი ხარ, რაც მთავარია ჯანმრთელი. კარგი, მადლობა პირველ რიგში და მინდა თქვა რომ ანუ ეცადეთ შეცვალოთ თქვენ თავში პირველ რიგში. ამის შემდეგ ეცადეთ რომ ან მე ისიც მესმის რომ შეიძლება სხვა გზა არ კონდეს ადამიანს, რომ იგივე მივიდეს ბარიატრიამდე, მაგრამ მე მგონია რომ ჯობია ყველა გზაცადო სანამ იხვალ მაგნაბიჯამდე. კი. ყველაზე კარგი ისიც ყოველთვის ამას შევუგნო, ყველაზე კარგი მკურნალობა ის არის თუ ოპერაციას ავიცილებთ თავიდან. ოპერაციული ჩარევა სულ ბოლო ეტაპია, რომელიც უკვე სხვა გამოსავალი არ რჩება, რომ უნდა ასე დავეხმაროთ პაციენტებს. კიდე ერთ დავამატებ, ყველაფერი შეგიძლიათ აბსოლუტურად. მინდა გთხოვოთ რომ რაღაც არ აყვეთ იგივე აი სოციალურ ქსელში დღეს ძალიან პოპულარულია რაღაც სიგიჟე გასახდომი ჩაები, რომელიც თუ არ ვიცი რა არის, ყველას აწერია დეტოქსი, მაგრამ სამწუხაროდ არ იგუგლება. ანუ მეც მაინტერესებდა მინდოდა ყიდვა და ერთ-ერთი რომ ნახე რაღაც დეტოქსი რაღაც იყო, ანუ ეს ვერაფერი ვერ ვიპოვე, ანუ ესეთი რაღაც რატო უნდა მიიღო, ანუ რაღაცა არის ჩემი აზრით ის, რომ ტიპმა სადღაც ნახა, რაღაც მაიმუნობა მოაყიდის და რო შეხედო, ანუ ძალიან ბევრი ხალხი ყიდულობს, ანუ რეალურად ამაში თქვენ დროსაც ხარჯავთ და საკმაოდ ძვირიცხის. ჯანმრთელობასაც ძალიან ხშირი არის მერე კუჭის პრობლემები, ეროზიული გასწრები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მოდი ამ კლინიკაში და ვნახულობთ ესეთ პაციენტებს. კი, თქვენ გეცოდინებათ ეგ კარგად და რა ვიცი, მინდა ურჩიო ყველას რომ ეცადეთ მაქსიმალურად, ეცადეთ რომ პირველ რიგში ჭანსაღი კვება დაიწყოთ, ვარჯიში თუ შეგიძლიათ, გაიარეთ აუცილებლად კონსულტაცია ექიმთან. და რა ვიცი, გისურვებთ ყველას წარმატებას ამ დიდ საქმეში ესევე, დიდ და საკმაოდ რთულ საქმეში, რასაც ქვია წონის კლება. მადლობას გეტყვი სტუმრობისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. თქვენთან იყო ვახტანგ შერაშვილი, გამოიწერეთ და დაალაიქეთ ჩვენი გვერდი, ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ ბარიატრიული ქირურგიის შესახებ, თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. ყოველთვის იყავით ჩვენთან ერთად, ჩვენ გიპასუხებთ თქვენ აქტუალურ კითხვებზე, გისურვებთ ჯანმრთელობას.